თამბაქოზე გადასახადები ისევ იზრდება, შეამცირებს თუ არა მწველების რიცხვის ფასების ზრდა. რას ფიქრობენ აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპერტები და თავად მწველები, ნახეთ ბელა გოგოლაძის რეპორტაჟი. თამბაქოს პროდუქციაზე გადასახადი ისევ ძვირდება. მთავრობა ნაწარმზე აქციზის ზრდის მოორიგ ტალღას გეგმავს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მიზეზად თამბაქოსგან გამოწვეული სიკვდილიანობისა და ზიანის შემცირებას ასახელებენ. ჯანდაცვის სამინისტროს უწყებაში განმარტავენ, რომ სახელმწიფომ თამბაქოს პროდუქციაზე ფასის ყოველწლიური ზრდის ვალდებულება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით აიღო. ეს გახლავთ დამტკიცებული მეცნიერულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმი თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლისა, რაც მეტია გადასახადი, რაც მეტად ძვირია თამბაქო, მისი ხელმისაწვდომობა მცირდება. კანონპროექტები მომზადებულია იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ საქართველოს დაუახლოვდეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს ჩარჩო კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და ასევე იმ მოთხოვნებს, რომელიც ევროკავშირის ასოცირების კუთხით იქნება გათვალისწინებული. აქციზზე გადასახადის ზრდის პროცესი გასული წლის სექტემბერში დაიწყო. საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ფილტრიანი სიგარეტისთვის აქციზის არსებული განაკვეთი 60-დან 75 თეთრამდე, უფილტროსთვის კი 15-დან 20 თეთრამდე გაიზარდა. პარლამენტისთვის წარსადგენ წლევანდელ კანონპროექტში ახალი სააქციზო განაკვეთი ჯერჯერობით არ განსაზღვრულა. თუმცა ეკონომიკური ექსპერტების შეფასებით, ფასის უმნიშვნელო ცვლილებით მომხმარებელთა რაოდენობა არ შემცირდება. თამბაქოს ბიზნესში კი უკანონო ვაჭრობის რისკები გაიზრდება. საერთაშორისო გამოცდილებიდან და ადგილობრივი გამოცდილებიდან გამომდინარე, რისკები ამას ახლავს ის, რომ აქციზის გაზრდამ და ფასის ზრდამ შეიძლება სტიმული მიცეს კონტრაბანდული საქონლის, სასაქონლო ნაკადების გაზრდად. გასულ წლებში მოხდა აქციზის მკვეთრი ზრდა, სიგარეტის მოხმარების შემცირების სანაცვლოდ მივიღეთ უფრო მაღალი წილის ჭრილოვანი ბაზარი. ამიტომ ეს რისკები კარგად უნდა დაითვალოს, როდესაც მსგავსი ტიპის ინიციატივებზე მივდივართ. ქართული ბაზრის კვლევის მონაცემებით საქართველოში ყოველწლიურად თამბაქოს ნაწარმზე 580 მილიონი ლარი იხარჯება, რაც თითოეულ მწველზე გაყიდულ 300-მდე კოლოფს ნიშნავს. კითხვაზე გახდება თუ არა პროდუქტზე ფასის ხელახალი ზრდა მისთვის თავის დანებების ძლიერი мотиваცია, მოსახლეობას არაერთგვაროვანი პასუხი აქვს. ძალიან დიდი мотиваცია იქნება. არა მგონია. უბრალოდ დიდ მოგებას ნახავენ, მეტი არაფერი. დავიკლებთ რაღაცას, მაგალითად, ან კოკაკოლის თუ რაღაცა ფულს და ვიყიდეთ მაინც ამ სიგარეტს. ვეთანხმები, რომ გაიზარდოს, იმიტომ რომ თანხა ხალხს არა აქვს იმის გამო, რომ აი სიგარეტი იყიდოს სიტყვაზე, ხა ექსლარ სიგარეტში ბევრი ვერ მიცემს. შესაძლოა, მაგრამ ძალიან იაფიანი სიგარეტებიც იყიდება, რომელიც შეიძლება მოწიოს და პირიქით უარესი არის ჯანმრთელობისთვის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, თამბაქოს საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 40% მოიხმარს. მისგან გამოწვეული დაავადებებით კი ყოველწლიურად 9000-დან 11000-მდე ადამიანი იღუპება. 2012 წელთან შედარებით გაზრდილია ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნის გამოვლენის მაჩვენებელიც. დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ თუ ქვეყანა თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ სტრატეგიას გაყვება, საგანგაშო სტატისტიკაც შეიცვლება.